მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ იმედია გამოსწორებული არის ტექნიკური ხარვეზი და დაგვაცლიან დიხნით არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ ნამდვილად. მოკლედ ჩადე ლაივის ჩართვა, მაგრამ გაწყდა და ამიტომ დავიწყებ ხელახლა. მოკლედ კუცუნიები, რომლებიც დამწარებული არიან ინტერნეტში, ვინმე მას შეიგინოს, ვინმე შეურაცხყოფა არ მიადგეს და ჯარიმაზე წერენ, ამდენი ხანია ვერ ამჩნევენ მიზანმიმართულ რელიგიურ და ეთნიკური შუღლის გაღვივებას საქართველოში შიიტი მუსულმანების მიმართ. ვერ ამჩნევენ ამას, დაბრმავდნენ, დაყრუდა უშიშროების სამინისტროს, უსი ეგრეთ წოდებული, ეს გენერალ-მაიორი სირი საერთოდ ვერცმაიცის სადაა, რომელ ასტრალშია გასული და მოკლედ ეს განსაკუთრებით ბოლო 10 დღე არის აწყვეტილი ეს მიდის მიმდინარეობს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება საქართველოში მცხოვრები შიიტი მუსულმანების მიმართ. და ეს ეხება ყველაფერი ირანში გარდაცვლილი ამ კოლექტიური ეპშტეინების კოალიციის მიერ მოკლული ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხომეინის მკვლელობას, რაზეც წასული არის დღეს ესა რა ქვია ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ამდვილად ეგრეთ წოდებული, მე ამას არც კაცად მივიჩნევ და არც პრეზიდენტად. სამაგეროთ იქ ვაჟკაცი დახვდა, ვინცა ირანის პრეზიდენტი მიიღო და ამასთან დაკავშირებით არის ერთი წივილ და ისტერიკა ატეხილი. მოკლედ მეგობრებო, რაღაცა მინდა გითხრათ. ესე იგი, არ ვიცი, ეს მთელი საინფორმაციო სივრცე გასაგებია, რომ ურიების ხელში არის და სოროსელების და კეზერების და ამათ ხელში არის ჩაგდებული, მაგრამ ასეთი დებილი რატო გგონიათ საქართველოს მოსახლეობა და რატო გგონიათ, რომ არავის აზროვნების უნარი არ შემორჩა. მაგრამ გადით ძმაო და აკეთებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რა. ეხლა ციკვინი რო გაქვთ ატეხილი. ბიჭო, ერთი ირანი მეზობელი ქვეყანა. აქვეა 200 კილომეტრში არის სომხეთის მერე ირანი იწყება და ეს ისტორიული ერთადერთი მეზობელი, რომელიც შემორჩა. მე და მეორე ირანი არის ის ქვეყანა, რომელმა ქვეყანამაც უახლეს ისტორიაში კი არ დააჩოქა საქვეყნოდ წაკუზა ისრაელი და წაკუზა შეერთებული შტატები. აი, თქვენი ტერმინით გელაპარაკებით რა. ესე იგი ძლიერი ქვეყანა. იმაზე მეტი ძლიერი ქვეყანა, ვიდრე თქვენი შეერთებული შტატები და განსაკუთრებით რეგიონში. მინიმუმ ელემენტარული ერთი მასტერკატვინი უნდა გქონდეს ადამიანს თავში, რომ ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობები არ უნდა დაძაბო და არ უნდა გაართულო. თუ შენი ქვეყნის მტერი არ ახარ, თუ შენი ერის მტერი არ ახარ. მე და მეორე ბიჭო, ვის უკითხავთ ეს მართლა უკნიდან განათლებული ხალხი რა მორალს უკითხავთ ხალხს და რომელ დიქტატურაზე და რომელ მკვლელობაზე ელაპარაკებით ხალხი. დავიწყოთ ბიჭო, ისრაელი რასაც აკეთებს, მარტო ბოლო 3 წელიწადია ეგ ქვეყანა და ეგ მთავრობა, როგორც თავის დროზე ფაშისტური გერმანია იქნა, დამხობილი და მაგათი ლიდერების ნიურნბერგის პროცესი მოხდა და გაასამართლეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენის გამო, მაგის გამოა ისრაელი დღეს დასანგრევი და მაგის გამო არის მაგათი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და მაგათი სამხედრო დამნაშავე თავდაცვის მინისტრი დანარჩენები აბსოლუტურად სულ ყველა არის ნიურნბერგის ტრიბუნალზე წარსადგენი. ამას მე მარტო არ ვამბობ. ამას ამბობენ თვითონ ებრაელები, ვინც სიონისტები არ არიან. ამას ამბობს იგივე ჯეფრი საქსი, რომელიც ეს დღეები არ იყო ჩამოსული, იმიტომ რომ ჩადის ისრაელის სამხედრო დანაშაულს. მარტო აი ამ ბოლო 2 წლის მანძილზე ღაზაში მოკლული არის 69,000 სამოქალაქო პირი, მათ შორის 20,000 12 წლამდე ბავშვი. ეხლა ამათმა მომხრეებმა და ამათმა ტაშის დამკვრელებმა ვის უნდა ელაპარაკონ მორალზე, ადამიანობაზე, ჰუმანიზმზე და საერთოდ კაცობრიობის რაიმე პრინციპებზე. სისულელია ხო ამაზე ლაპარაკეს. თუ იმდენად უნამუსო და ნაძირალა მათხოვარი არ ახარ, ფულის გამო ყველაფრის მკეთებელი თუ არ ახარ, ან თუ დებილი და ავანტყოფი არ ახარ, ორიდან ერთ-ერთი უნდა იყო. ტაში უკრა ამ ყველაფერს. ეხლა ეს ქვეყანა და ეს ხალხი რო დაუწყებს ვინმეს მორალის კითხვას ადამიანის უფლებებზე.
აი ესენი რო დაუწყებენ ვინმეს ლაპარაკს. ხო არაფერი რა ვთქვი, ჩემო ზურა, ძალიან კარგი რო წავიდა და უბრალოდ აქ რაცა ისტერიკა ატეხილი იმასთან დაკავშირებით ხომ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბიჭო, რადონის ბნელი და ყრუ უნდა იყო და რადონის ჩლუნგი უნდა იყო და რადონის ავადმყოფი უნდა იყო, დაიბრმაო თვალები ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯ ბუში უფროსიდან მოყოლებული ყველა პრეზიდენტი კლინტონი იქნებოდა, ბუში თვითონ, უმცროსი ბუშიდან აბიჭვარი, ობამა, თვითონ ეს ქვეწარმავალი თავიანთი ბინძური ცოლებით რეებს ჩადიოდნენ და რასაკეთებდნენ. თოთო ბავშვის სისხლისმით დაწყებული, ბავშვების გაუპატიურებით დამთავრებული, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, ხო? ესეც ჩემი მოგონილი ხო არა? ამ ხალხმა ვის უნდა უკითხოს და ამ ქვეყანამ ვის უნდა უკითხოს მორალი? ამ ქვეყანამ ვის უნდა უკითხოს ზნეობა? მე არ ვიცი. და მით უმეტეს ქრისტიანული ღირებულებები. ვერ ხვდები ამას საერთოდ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ბიოლოგიური ნაგავი, ვინც ამათი მხარდამჭერია, ვის პოზიციასაც იზიარებ პოლიტიკურად და რომელი პოლიტიკური ლიდერის და იდეოლოგიის პოზიციის გამზიარებელი ხარ, ისეთი ბიოლოგიური ნაგავი ხარ შენც. და ამათმა ვის უნდა წაუკითხონ ლექცია? მე ვერ ხვდები. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თურმე ჩვენ ჯერ ერთი რა ნატო ბიჭო, ის ნატო ვის რა სირზე არ კიდიხართ, ბიჭო, ნატოს თავისი სატკივარია. მაგრამ თურქეთი, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა და რომელიც არის ირანის როგორც ასეთი გეოპოლიტიკური მტერი, ისტორიული. სადამდე იარსებებს ირანი, სადამდე იარსებებს თურქეთი ოსმალეთის იმპერიიდან მოყოლებული კი არა, თურქ-სელჩუკებიდან მოყოლებული. აი, არა ლაპარაკი რა. სულ არიან და სულ იქნებიან. სულ იქნებიან. თუ ნატოს წევრი და მით უმეტეს რელიგიურად გაყოფილები არიან, ერთ შიიტები არიან, მეორე სუნიტები არიან, მტრები არიან ერთმანეთის პოლიტიკაში. და ისედაც რელიგიურად აპირისპირებული. არა, თურქეთი იმის რა ქვია, ნატოს წევრი ქვეყანა. ბიჭო, სომხეთი, რომელიც თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალე იყო და სომხეთის და ფაშინიანის ფასი არ ყავდათ არავინ და მთელი ევროპა ჩადიოდა ერევანში და ხელს აწერდა. არაა სომხეთის პრეზიდენტი წასული? გეკითხებით, არაა ჩასული იქ, არაა პატივს არ მიაგებს? ესაა თქვენი ფაშინიანი და ესაა თქვენი სანატრელი ფაშინიანი, რომ ლოცულობდით გუშინ და გუშინ წინ მაგას. ბიჭო, ალიევი არაა ჩასული იქ? რომელთანაც ამერიკამ გუშინ და გუშინ წინ გააფორმა სტრატეგიული უსაფრთხოების ხელშეკრულება და ბრიტანეთმაც გააფორმა? არაა იქ ჩასული? აბა ბიჭო, თქვენი ქვეყანა თუ კი ამ ყველაფრის, რომელიც არც წევრი არის და არც გაერთიანების წევრია და არც არაფერი აკავშირებს, რატო უნდა იყოს სხვა ქვეყნებზე უფრო მეტი თავდადებული? მე ეს ვერ გამიგია. აღარაფერს ვლაპარაკობ რეგიონში არსებული ის ქვეყნები, რომელი ქვეყნებსაც გუშინ და გუშინ წინ ბომბავდა ირანი ამერიკის გამო. არ არიან მათ სულიერ ლიდერები იქ ჩასული? გადახედეთ, აი ეხლა ხო არ ბნელა მართლა, ხო არის ესე ინტერნეტის ეპოქა და ხო ყველაფერი. რატო არიან? რატო არიან? იმიტომ არიან, რომ ძლიერი ქვეყანა. იმიტომ არიან, რომ თქვენი შეერთებული შტატები და თქვენი ისრაელი ორივე ერთი მეორეზე გადაბმული იხმარა და გადააგდო. და გაიმარჯვა. დიახ, გაიმარჯვა. რანაირადაც არ უნდა წარმოაჩინოთ, ეს ყველაფერი ირანმა გაიმარჯვა ამ ომში. ასე ბიჭო, რამში გაზიზღათ და რატო გეზიზღებათ, რატო ხართ ასეთი ზომბები? იმიტომ რომ ებრაელებს არ ეწყინოთ, ხო? იმიტომ რომ კეზერაშვილს არ ეწყინოს, იმიტომ რომ ნეთანიახუს ისრაელმა საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყნებში რო შეიყვანა, იცი? საერთოდ არავინ არ ჩამოვიდოდეს ისრაელიდან და საქართველოში. ნომერი მეორე ის მიანიჭა. უსაფრთხოების ნომერი 2 სტატუსი. აგე რა გუშინ წინ. ძალიან კარგად იციან ურიებმა, რომ საქართველოში არაფერი პრობლემა არ გააჩნიათ. ახლა კი არა. ეგრე? თელსოფლიოში რო იყო, კეტით რო დაძდევდნენ. რამდენჯერ უნდა მოისაქმოს ამ ისრაელმა საქართველოსთან მიმართებაში და რამდენჯერ უნდა წმინდოთ თქვენ უკანალი ამათ. მე ეს ვერ გამიგია. ასეთი ძვირფასი საქმეა? ურიების ტრაკის წმენდა?
არ გინდათ რომ ნუ თუ არ გიჩნდებათ იმ მაგრამ ნუ პრინციპში არც გაგიჩნდებათ იმიტომ რომ მონებად ხართ დაბადებული აი მონებად ხართ დაბადებული მონად ხართ დაბადებული და ასე თუ გეშინიათ ასე თუ არ გინდათ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა აგერაა ძმაო აგერაა იგივე საუდის არაბეთი მე ახლა მე პირადად გამარჯვება გამიხარდება თუ მეწყინება ეს ჩემი პირადი საქმეა ჩემო ძმაო ეს ერთი და არავისთან არა ვარ ვალდებული და არავისთან არ ვარ ანგარიშვალდებული ჩავაბარო რატო უნდა მიხაროდეს ისრაელის გამარჯვება და რატო უნდა მიხაროდეს შეერთებული შტატების გამარჯვება რატო უნდა მიხაროდეს მე მკიდია ერთიც და მეორეც მე ვამბობ რეალობას რაც ხდება მაგრამ გამიხარდება თუ მეწყინება ეს ჩემი პირადი საქმეა და არავის საქმე არაა სიმართლე გითხრა რა ხო და ნამდვილად არ მსიამოვნებს და ნამდვილად არ მიყვარს კოალიციური ეპშტეინები. ნამდვილად არ მიყვარს. ახვარი ქვეყანაა ერთიც და მეორეც. დამყრობელი მოძალა და გენოციდის მომწყობი ყველაფერი ბოროტების თავი და თავი. და მიხარია ზუსტად რო წააგო. ის კი არ მიხარია ირანმა რო გაიმარჯვოს სიტყვაზე. მიხარია რო წააგო ამ ბოროტებამ. სხვა დროს არ შეყოფს ეს ქვეყანაში ცხვირს. აბა ახლა ამერიკელების ისა რა ქვია ომები გიყვართ სიამოვნებთ ირანში, ერაყში, ავღანეთში და იგივეს რო აკეთებს რუსეთი შენ ქვეყანაში რუსეთი დამპყრობელია, იმიტომ რომ შენ გიფხრობს. ისე იფხრობს იგი სხვა ქვეყნებს. ამის თავმოყარეობა საქართველოში არ გააჩნია ხალხს რო აღიარო. ხო და ერთ ელემენტარულ კითხვას ვამ. თუ ასე არ გინდათ ამ დიქტატორულ ქვეყნებთან, ამ დიქტატორულ ხალხთან ურთიერთობა ერთი მიშას, როდესაც უჭირდა და ნაცებოა, განსაკუთრებით თქვენ რო ხართ ატეხილი დასაკლავი გოჭებივით და ეს ბოზიშვილი ბოკერია რო არის ატეხილი განსაკუთრებით 2006 წელს როდესაც რუსეთმა საქართველოში გაზის მოწოდება შეწყვიტა ირანი იყო ის ქვეყანა რომელმაც იმ ცივ და გაყინულ ზამთარში საქართველოს მოაწოდა გაზი. ხო არ დაგავიწყდათ. თუ ხო არ დაგავიწყდათ 2008 წლის ომის მერე სააკაშვილი ყველამ რო დაიკიდა და ტრაქში უძრებოდით ირანელებს. დაგავიწყდათ? რომ მოიწვიეთ უვიზო მიმოსვლა რო გამართეთ და ასე შემდეგ? ახლა არ მოგწო. მაშინ არ იყო აიათოლა ხომეინი? მაშინ არ იყო ირანი ისა დიქტატორული? ხო და თუ არ გინდათ ამ ყველაფერთან ურთიერთობა და თუ არ გინდათ ეს მუსულმანური ქვეყნებთან მაგათი ისა აგერ ძმაო მთელი არაბეთი უნდა ჩამოსახლდეს საქართველოში გამოდით ერთი და ამოიღეთ ხმა გამოდით ერთი და ახლა რომ მიკითხავთ აქ ზოგიერთები რომ აი ირანი ჩვენი მტერია და ესა რა ქვია რატო უნდა გიხაროდეს ესა რა ქვია სიტყვაზე ერთი ახსენე რომ არაფერი არ მიხარია მაგრამ ელემენტარულს ვამბობ ნუ დიახ მიხარია კოლექტიური ეპშტეინების წაგება. ჯო ამას ხო იძახით. და შაჰაბასის ძვლებს იხსენებ და რაღაცას. არაბეთი არა საქართველოს სისხლის მწოველი არ იყო ყოველთვის. ჯო არ იყო არაბეთი საქართველოს არაბთა ხალიფებმა რაც საქართველოში აკეთეს ისტორიას დღემდე შემორჩა ყრუთ, იმიტომ რომ ადამიანების წამება და წვალება არ ესმოდა. რამოდენიმე ადამიანი არის შემორჩენილი. ის არაფერი ყრუ არ ყოფილა. თემურლენგიდან განსხვავებით, რომელსაც კოჭლობის გამო ეძახდნენ კოჭს. ეს იყო ყრუ. იმიტომ რომ არ ესმოდა ქალების და ბავშვების ტირილი. ცოცხლად წვავდა ხალხს. და ჩვენ ისტორიას თუ გადახედავთ, დიდმოწამეები, რასაც ქვია, დიდმოწამეები საქართველოში სუსტად დიდმოწამეები არაბთა ხალიფების შემოსევიდან გამომდინარე არის გამხდარი, როდესაც ცეცხლით და מחვილით აიძულებდნენ ქრისტიანობაზე უარის თქვა. ეს იყო გობრონი, ეს იყო დავით და კონსტანტინე, ასევე კახთა მეფე. ესენი ყველა მურმანყრუმ, აბულკასიმმა, ბუღათურქმა ამათმა აწამეს. ის რო გახსოვთ, ქეთევან დედოფალის წამება, ქეთევან დედოფალის დიდმოწამეა. მოგლეთ ხო არ დამამთავრები ეს რა, ხო არ დამამთავრები ეს 9-ჯერ გამითიშე. ხო და ეს ხალიფებიდან მაგათი მოდგმა რომ მოდის საქართველოში
70,000 არ გედავები ძმაო მასია ხო და მაგას გეუბნები შოთალაშ აი ელემენტარულს მაგას გეუბნები ეს 70,000 არაბი რომ უნდა ჩამოსახლდეს სარკინოზები სარას ძაღლებს ეძახიან თარგმანით რომ მიხვიდე სარკინოზი ამას ნიშნავს ხვალდაზე რომ უნდა ჩამოსახლდეს საქართველოში სახლი, კარი, ეზო, ყველაფერი წინასწარ რო არის გათვლილი და ეგერ რომ უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და იქ რამდენი მეჩეთი აშენდება, ღმერთმა იცის კიდე სუნიტური და ადგილობრივ შიდ მოსახლეობასთან რამდენი პრობლემები იქნება შექმნილი. ეს ვისაც არ გიცხოვრია თუ რა პრობლემების შექმნა, თუნდაც იგივე ევროპაში მაგათმა ჩამოსახლება, აი მაგ რო ჩამოგისახლდებათ, მერე გაიგებ ძალიან ბევრი. იმიტომ რომ როგორც ვატყობ, მე ამ ხალხს სულ ფეხებზე კიდია ყველაფერი. აი, სულ ფეხებზე კიდია. რასაც ვატყობ. მასი არის, კი ბატონო, მასი არის. ეხლა მე ვიცი რომ თქვენ ხელისუფლების მომხრე ხართ და გეხვეწებით რა არ გინდათ ეს სახელისუფლებო ესა რა ქვია ნარატივები თუ ის რა ქვია რასაც იგივე ხაინდრავა იძახოდა რომ თურმე არაბებს უყვართ უდაბნო და უდაბნოს გარეშე ვერძლებენ და აი სამისი ისა კარგით რა შეშვით ამ სისულელეებს ზმახარ ახლა რაღაცას რეალურად შეხედეთ რა მოგწონდეთ ვინც გინდა თქვენი საქმეა ლოგიკური დასაბუთება მითხარით ელემენტარულს გეკითხებით კაც ომის დამთავრება რატო უნდა გიხაროდეს გასაგებია მაგრამ რატო უნდა გწყინდეს ომის დამთავრება ქართველი კაცი ხდება იმიტომ რომ სანამ ომი იყო არ ეცალათ საქართველოსთვის ახლა ხდება 10%-ით ჩამოვა და 120%-ით ჩამოვა არა მარტო არაბეთიდან სხვა ქვეყნებიდან და ისე იქნება 120% იმიტომ რომ იმ 70,000 ჩამოყვება თავისი ხალხი ჩამოყვება საქართველოში და დასახლდებიან მაგ. წაბრძანდით ბატონო. ვისაც გაინტერესებთ. ერთი ღამე გაათიეთ კუვეითში. ერთი ღამე გაათიეთ. იმაში რა ქვია, საუდის არაბეთში ერთი ღამე გაათიეთ. დუბაიში. ერთი ღამე გაათიეთ კატარში. ოღონდ როგორ გაათიეთ, იცი ეს ერთი ღამე კონდენციონერები გამორთეთ. არა აქვს მნიშვნელობა დღე იქნება თუ ისა რა ქვია კი ბატონო დღე ღამე და წელიწადის რომელი დროც და მიხვდებით რატო უნდათ იქედან აქეთ ჩამოსახლება ძალიან ბევრს განსაკუთრებით ამ ომის მერე არ ვიცი მე ახლა არ ვიცი ხალხის სახელით ქალბატონო ნუ მელაპარაკებით იმიტომ რომ ხალხს რო ფეხებზე არ ეკიდოს ეგ ყველაფერი ამ დღეში არ იქნებოდა საქართველოს კარგით რა ამ დღეში არ იქნებოდა ქართველიერი ხალხს რო ზუსტად რო ფეხებზე კიდიან ზუსტადაც რო ფეხებზე კიდით და განსაკუთრებით ლიდერებს ვინც ამ ხალხს ვითომ თავისთან იწვევს და მე ხელისუფლებასთან ვაჭრობს ამ ხალხის დაშლით ფულს როიდებს ჯიბეში ძალიან გთხოვთ რა მე ძალიან კარგად ვიცი რა ყალბი საზოგადოებაა საქართველოში რა და როგორ ხდება მასების მართვა ამიტომ ლაპარაკობ იმას რასაც ლაპარაკობ გამოდით მე და მოიყეთ ხმა შაჰაბასი თუ გახსოვს ბიჭო ურმანყო არ გახსოვს აბულკასიმი არ გახსოვს რუღათურქი არ გახსოვს ეს ხალხი მაგრამ საქმე რაშია იცი თქვენ არც ის შაჰაბასი გახსოვთ და საერთოდ არავინ არ გახსოვთ ეს გჭირდებათ ამას ვიღაცა ურია დაწერს იმიტომ რომ ისრაელის ინტერესები არის გასატარებელი გადაცემს ამათ თავიანთ ტელევიზიებს ეს ურიატივები ამ ინფორმაციას ყველაფერს გადაცემენ მომართავენ და იაზროვნებენ ამათ გამო და გაახსენებენ შაჰაბას და გაახსენებენ იმას და ისტორიულ ინტერესს გამოუეს და გეტყვის მე ხვალზე ისრაელი და ირანი შეიძლება დამეგობრდეს ისე როგორც იყვნენ დამეგობრებული შაჰის დროს თუ ირან-ერაყის ომის დროს როგორ იყვნენ მე უკვე ირანი გახდება კაი
მე უნდა ვიძახოთ, რომ ირანი კაია. პრობლემა არის საქართველოში ეს. პრობლემა არის საქართველოში. რომ ამათ მაგირად ტელევიზორი აზროვნებს და ტელევიზორის ნააზროვნები აი მე ხალბატონო უფალი ვის ჯის იცით? ვისაც ფეხებზე კიდე უფალის ჯის ქართველ ერს. უფალის ჯის ქართველ ერს თავისი უღმერთობისთვის, თავისი უსინდისობისთვის, თავისი ფარისევლობისთვის, თავისი სიყალბისთვის და ყველაფრისთვის. უფალის ჯის და უარესად დასჯის კიდე. მე არ მინდა რომ მეტი უარესად დაისაჯოს ჩემიერი. იმიტომ რომ იმ არაბების წილში ის რო უნდა აშენდეს საპატრიარქოს უკვე წილები აქვს ჩადებული. და ფულები აქვს აღებული და ჯიბეებშია ჩადებული. კიდე ბევრი ფულს იშოვიან იქ რო ჩამოსახლდებიან. ჯაღმაიძე და მისი ყანდურები. ასია ეს. ახლა არ დამიწყოთ. რომელი ღმერთზე მელაპარაკებით ხალხო. იმ საპატრიარქოში ღმერთის გარდა ყველაფერი. სოდომიტებით გავსებული საპატრიარქოზე მელაპარაკებით ახლა თქვენ მე და ჩამოგითვლით თუ გინდა გაჩვენებთ. თუ გინდა გაჩვენებთ უშიშროების მასალებს. ჟოზეფინას თამადობით, შორენას შემცვლელის მოადგილის თამადობით რამდენი LGBT-ა იმაში რა ქვია საპატრიარქოში და მელაპარაკებით ღმერთზე და წმენაზე. მე ვეუბნები ნორმალურ ადამიანებს, ვინც არის ნორმალური ადამიანები. ამოიღეთ ხმა, სანამ ჯერ კიდე გვიან არა. და თავს რო იკლავთ და ვენებს რო იჭრით. აიათოლა ხამენეის გამო და იმას გამო, მათი ლანძღვის გამო. არაფერ შედეგს არ მოგცემთ ეს. გარდა ცუდისა და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა. თუ თქვენთვის კოლექტიურმა ეპშტეინებმა თავში ჩასვეს ის რომ აიათოლა ხომეინი ცუდი და ისეთი ადამიანი იყო, იმ ადამიანებისთვის ის აიათოლა ხომეინი არის წმინდანი და გმირი. და როდესაც გამოდიხართ და ლაპარაკობთ მაგას ბოკერიას თამადობით, დიდი ხნის უკან უნდა ხეხავდეს ბოკერია და მისი ნაბოზარი ცოლი, ემას რა ქვია, ციხეს. სამშობლოს ღალატის მუხლით. მაგრამ ამას ბიზინა ივანიშვილი და კოცები ხელს არ კიდებენ. ხო და სანამდე დიდ უბედურებას გადაყრილა საქართველო, ძალიან დიდი შანსი გვაქვს. როგორც საქართველოში მათთან დაპირისპირებით, ასევე იმ ჩამოსახლებული რადიკალურად განსხვავებული მიმართულების ისლამით, რომელიც საქართველოში უნდა გაჩნდეს. ეს კიდე არაფერი არა. ეს რაც ხდება დღეს, ეს ჯერ კიდე არაფერი არა. უარეს და უარეს მოიმკის ქვეყანა. მე აი ამის თქმა მინდოდა და იმის მაგივრად რომ საქართველო ფიქრობდეს გადარჩენაზე და ქართველიერი ფიქრობდეს გადარჩენაზე, საქართველოში ფიქრობენ როგორ შეეტენონ უკანალში კოლექტიურ ეპშტეინებს. იმიტომ ფული აქვთ. იმათ ფული აქვთ. და თუ იმათ ფული აქვთ, ესე იგი ისინი მათი მეგობრები არიან. თუ ის წავიდა, ამერიკელს ტრაკი დაბანა და ფული იშოვა, ესე იგი კარგია. თუ კი ამერიკელმა გამოუგზავნა საქართველოში საკუთარი სამშობლოს ღალატისთვის ფული გრანტი, ეს ხო უწვალებელია ახლა ღალატს რა უნდა. ამიტომ არის კარგი. არ არის ეს კარგი. ვინც ცხრებივით მიერეკებით და ამ Facebook-ში იზიარებთ ამ ყველაფერს და ცივილკივილს ქმნით, მე ხაზგასმით ვამბობ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისეთივე უფლების ადამიანები არიან, როგორც თქვენ და ამ ადამიანებისთვის ის ადამიანი იყო წმინდანი და შეწირული ადამიანი. არ ვიცი ხალბატონო, თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ კითხოთ თუ ვინმეს გაინტერესებთ, ვინ რატო არ ვიღებთ ხმას, რას ამბობთ რომ არ ვიღებთ ხმას, შებრძანდით ბატონო და ნახეთ ახლა ტელევიზია ჩვენ არა გვაქვს და ინფორმაციის საშუალებები მე ჩვენ არა გვაქვს და შებრძანდით და ნახეთ თუ არ ვიღებთ ხმას ამ ჩამოსახლება, ვინ იღებს მაშინ ხმას გეკითხებით. ვინ იღებს ხმას? მიდით ახლა დანარჩენი თუ ვინმეს გაინტერესებს, პირადად მიწერეთ Facebook-ია, მე თუ მწერთ აქ. წესი დარიგით, ეთნიკური და ახლა აი ამ სირს, ამ გენერალ მაიორს მივმართავ აქედან, გენერალ მაიორს. შესირო მის მაგივრად, აი იქ რო წამოპლაკულები არიან და ეთნიკურ შუღს აღვივებენ ში და დანარჩენ საქართველოს შორის, აი ის ხალხი შეყარეთ ციხეში, ბოგერიას თამადობით.
და მისი ნაბოზარი ცოლის თამადობით. და მაგ ტელევიზიებს ყველას დაამუწია პირი. თორე ის ხალხი მზად არიან თავისი რწმენისთვის მოგვდენ. და ხვალზე რაღაცა რომ მოხდეს საქართველოში, ეს იქნება თქვენ სუსი, თქვენ ხართ ვირთხები, ბიჭო. თქვენ ხართ ვირთხები. თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ ადამიანი? თქვენ საფრთხეების აღმოფხრას კი არ აკეთებთ. თქვენ დანაშაულის პროვოკაციას აკეთებთ. დანაშაულის პროვოკაციას აკეთებთ. რაც ამ ნაბოზარმა ემან დინარაძემ ილაპარაკა, იმ 4 ოქტომბრის ამბებზე, რაც იყო ეს გასაგებია, მაგრამ ეს იყო თავიდან ბოლომდე დანაშაულის პროვოკაცია, იმიტომ იყო გადაცმული სუსის აგენტურა, რომელმა გადაცმულმა სუსის აგენტურამაც ხელი შეუწყო ამ არეულობას, რაც იქ 4 ოქტომბერს მოხდა. ვინც აყვე, მე ესენი დაიჭირეს და სუსის აგენტები გამოვიდნენ გარეთ. ეს არის დანაშაულის პროვოკაცია. ეს არ არის დანაშაულის გამოვლენა. პროვოცირებაა დანაშაულის. და დანაშაულის მაპროვოცირებელი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა, ის სუსი იქნება, პოლიციელი იქნება, ისევე დასასჯელი არის როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. და ესეთი დანაშაულის პროვოკაციის საშუალებას ნუ აძლევთ ამას. აი ამის თქვა მინდოდა.